აი ეს არის დაკარგული ქალაქის რუკა, რომელიც გამომიგზავნა თელავიდან ხელოვნებაცოდნე ვახტანგ გაგნიძემ და მითხრა რომ ცივი გომბორის მთებში არის ეს დაკარგული ქალაქი. აი მონიშნულიც არის ეკლესიები, საცხოვრებელი უბნები, ციხესიმაგრეები. რახან არ ვიცით ზუსტად სად მივდივართ, მე გადავწყვიტე მაქსიმალურად წამოვიღო მთელი ჩემი აღჭურვილობა, ცოტა მძიმე ზურგჩანთაკია, მაგრამ მე მგონი მოვერევით. ვახოც აგერ არის აი გველოდება. ახო გამარჯობა როგორ ხარ? გამარჯობა. როგორ ვაგზალებთ მოგზაურობას? კი ბატონო, ხავარი რაც არის სანახავი და შთამბეჭდავი, ეს არის ფსიტის ციხე, შემდეგ კუნტუსის ეკლესია, თვიშობლის სახელობის ეკლესია. წავედით ხო მაშინ ესე იგი და? წავედით ბატონო, სანამ დროა. შეიძლება გაწვიმდეს კიდეც. გაუვალიტყია ხო ჩვეულებრივი ჯუნგლებშია. რამხელა ნანგრევია, აი შეხედეთ მართლა. რამოდენიმე ნახე? რამოდენიმე 1 2 3 ეს არის ჩემი აზრით საცხოვრებელი კვარტალი. ტერასული დასახლება იყო, ბანიანი დასახლებები იყო ხოლმე და აი არქიტექტურას პირდაპირ კითხულობ. რამხელა კედელი მოდის, დახედეთ. მსგავსი რამეები ხდება ჩვენ აი 5 კილომეტრიან რადიუსში. ეს არის გადმოვარდნილი გუმბათის გვიანი შუა საუკუნეების გუმბათია, უკვე სავარაუდოდ ეს როგორც ჩანს, უკვე შაჰ-აბასის დროს დაანგრიეს, აქაურობ გაასწორეს მიწასამ. ეს არის სამავალ, უკვე აშკარად გვიანი შუა საუკუნეების წყობა თან მით უმეტეს პრომეც. როგორი აქვს? ყველაზე ადრეული ფენა რა გვაქვს ამ ეკლესიის? აი ყველაზე ადრეული ფენა თვითონ ფასადებზე ჩანს ქეოქის წყობაში. ეს რომელი ეპოქაა? ჩემი ვარაუდით ეს უნდა იყოს მე-7-მე-9 საუკუნე. აი აქ არის ის შესასვლელი, ხო? ეგან ის სამხრეთ მხარეთ კი. შესასვლელი რადგან არის? ხო ამოვსებულია რა პრინციპში ვიცით, იმიტომ რომ 1-2 მეტრი მაინც ხო უნდა იყოს კიდე ამის სიღრმე რომ გამართული შეხვიდე. ამხელა არის დამარხული ჯერ კიდე. არა? ხო, ეს ნამდვილად პირდაპირ გვეუბნება თაღი რომ ეკლესიის შესასვლელია. მოკლედ ეხლა აქ ვარ და უნდა გადმოვინაცოთ, მაგრამ მე მგონი დინარის ხეობას გამოვუყვებით და შემდეგ გამოვოთ ზემოთ. უფრო მარტივად მივიღოთ ადგილამდე. კეთილი, კარგი შენ გიჯერებთ. ამ შემთხვევაში ყოველთვის. შენობების ნაშთები არის კიდევ რა და კიდე შევხვდებით. ჭაობსაც მოვადეთ. ხმა არის? ეავია, მგონია ჯობია მოუვაროთ. თუ შეგვიძლია მოუვაროთ, მაშინ ჯობია რომ მოუვაროთ. 40 წუთია მოვდივართ უკვე პირველი ეკლესია სადაც ნახეთ, იქიდან აი 45 წუთია და ჯერ ვერ მივედით დანიშნულების ადგილამდე. კუნტუსის ეკლესიაც გამოჩნდა. ვაიმე, რამხელა შენობაა? რამხელა შენობა დგას, მართლა უღრანტყეში შეხედე რა. რამხელა ქალაქი იყო, აქ რამხელა ტაძარი იდგა ამ ქალაქში, უბრალოდ შეხედე რა. და აი ეს არის ყველაზე ადრეული კორპუსი ამ შენობის. ძეგლი ჩუბინაშვილს დათარიღებული აქვს მე-11 საუკუნით. მთლიანად ეკლესია უკვე აგებულია ალექსანდრე მეფის დროს, მე-16 საუკუნეში. ეს აგური არის უკვე მე-16 საუკუნეში, იმიტომ რომ მე-10 საუკუნეში ეს აგური არ გამოიყენებოდა. აი ეს წარწერა. ეს ტაძარი აგებულია ხელმეორით უკვე ალექსანდრე მეორის დროს. ვარ ტაძარში ხო? ნაქალაქ არის ტაძარში და ჯუნგლებში მართლა. ძალიან ბევრჯერ ვიმეორებ ამას, მაგრამ მართლა რაღაცა ემოციებით შეკავება მართლა მიჭირს რა. აქ ეტყობა საკურთხეველი იყო, ხო? საკურთხეველი იყო და უყურე, ეს რაც არის აგურით ამოშენებული, ეს არის როგორც ჩანს გვიან უკვე დარესტავრირებული. ალექსანდრეს პერიოდი, მე-16 საუკუნე. ძველი ქვით რომელიც არის, ეს არის მე-11 საუკუნის. თუ აქ ცხოვრება დუღდა შუა საუკუნეებში, ხო? აი როდესაც მართლა საქართველოს ოქროს ხანა იყო. შემდეგ უკვე მონღოლების დროს, თემურლენგის შემოსევების დროს რო განადგურდა კახეთის სამეფო მე-15-მე-16 საუკუნეში ფეხზე დადგა და აი როგორც ჩანს, მაშინ დაიწყო ოქროს ხანასავით კახეთისათვის, სანამ შაჰ-აბასის ლაშქრობები გაანადგურებდა აქაურობას. აი კონსერვაცია სჭირდება და არა რესტავრაცია და არა რაღაც თანამედროვე რემონტი რა. ჩვენ ვიყავით აი აქ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ნახეთ, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან მოვედით აი ამას ქვია კუნტუსის იოანე ნათლისმცემლის სახელობის კუნტუსი ასნიშნავს, ვიცით? არავინ არ იცის. ესეც კიდე ცალკე საკვლევი თემებია. ახლა მივიდივართ აი ფსიტის ციხე სადაც აწერია, ეს არის ამ ქალაქის ციტადელი უკვე. გავაგრძელოთ მოგზაურობა რა ფსიტის ციხეს. და სახიფათო ხო არ ჩანს პრინციპში აი პირდაპირ სახიფათო არის ებია მაინც და უფრო მარტივად ნახოთ კი ადგილზე ხო რა სიტუაცია აქ ზოგი ხე დამპალია და ფრთხილად უბრალოდ ხელებით უნდა დაახმაროთ ეხლა ყველა ვარიანტი ციტადელზე ავდივართ და
ჩვენ ავდივართ მე ჩემი წონა შეადგენს რაღაც 3 კილოგრამს და როგორ ააშენეს იქ ამ ხელა ციხესიმაგრე რომელიც დაბლიდან ჩანდა აი ეს მონაკვეთი გვაქვს ახლა დარჩენილი და მე უკვე გამოჩნდება რა არის ზემოთ. რა ხელა გოლავნია შეხედე ნიკა ორად შეხედე რა მე ემოცია მეძალება ხოლმე ესეთი რაღაც რა ხდება ვერ ვიკავებ თავს ესა გავს ვახტანგ გორგასლის პერიოდს მე მგონი ამ სიმაღლე კედელია შეხედეთ ეს კედელი იქნება ერთი 10 მეტრი მაინც შიდა სივრცეში ვართ ერთი სართული მეორე სართული მესამე სართული დაკვირვებული თვალი სჭირდება ამას და ყველაფერს დაინახავთ კარგად ხელი ნაწილი არის გადახურვა და ეს არის კოშკის ნაწილი იქიდან და მე ეს უკვე ღია კოშკი იქნებოდა ალბათ რა აქ არის ერთ ქვედა სართული კიდე და აქაცაა რა შევიხედავ აბა შემოვიდე მაინც არ არის არის ორი კაცის ადგილი ორი კაცის ადგილი არის მოხოხავ მოხოხდი აჰა აქედან სათოფური იყო ეთყობა უკვე ვიან შუა საუკუნეებში ალბათ სათოფურები გააკეთეს მაგრამ არა სათოფური აქ არ არის და გეტყვიათო აქ თოფი ვის უნდა ესროლო სადამდე მიუწევ აქ იხედები უბრალოდ როგორ ჩანს აი ზევითაც არის კიდე ერთი და მე ხო აი ხედავ აი გადახურის კვალი არის ხედავ აი კი აი გადახურის კვალი და აქ უკვე სახურავი იყო აი როგორც ეს არის გადახურული სიპიქვით აქედან მიდიოდა გზა თელავიდან მიდის გზა თბილისში აი ამ გზით გადადიხარ ვერონას ციხესიმაგრეზე და გადადიხარ უჯარმაში ანუ აქედან კონტროლდებოდა მთელი ეს არის ჰერეთ-კახეთის ისტორიულ გეოგრაფიული საზღვრები ასე რომ ვთქვათ აქ არის ჰერეთიც და კახეთი წარმოიდგინეთ ისტორიულ გეოგრაფიულად არის კახეთის დედაქალაქი იყო თიანეთი ანუ თაში არის უფრო ჩრდილო-დასავლეთით არის კახეთი აი 1000 საუკუნეში და აქ სადღაც ძალიან ახლოს და გააეროს საზღვარმა და მერე კახეთის დედაქალაქი გადმოაქვს კვირიკეს თელავში და მაშინ საერთიანებს და კახეთ-ჰერეთის მეფე ხდება წყლის რეზერვუარი რა ხე ამ ხელა წყლის რეზერვუარია ეს წყლის რეზერვუარი კი უყურე შელესილია ხედავ ესას გეუბნება ანუ შელესილია აი დარჩენილია ისა რა ქვია შელესილობა იმიტომ რომ აქ აგროვებდნენ წყალს და ციხე თვალყაში მოხდებოდა წარმოიდგინე თვეობით უნდა გაეძლო რა შეიძლება წყლობითაც გაეძლო და რა თავარი რა არის ადამიანს მაქონდეს საკვები და წყალი ახლა ამ იმაზე საიდან უნდა მოეტანოთ ხო შესაბამისად აქ ძირითადად გროვდებოდა სავარაუდო წვიმის წყალი ციტადელი ხო აი ეს სადაც დასული თლიან გადახურებდა თლიან ქალაქს თელ ქალაქს გადახურებდა და აქ ვინ ცხოვრობდა წარმოიდგინე როგორი ხედი ჰქონდა ერთი ეს რომ ლამაზი ხედი გაქვს თავარი ეს ხო არის თავარი ის არის რომ სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების არის ნახე როგორ აკონტროლებ აქედან ყველაფერს და იქიდან ხარეს თუ გადახვალ იქიდანაც ყველაფერი ჩანს პრინციპში რა აქ ადამიანის ცხოვრების უწყვეტი კვალი მოდის ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანიდან ანუ ინტენსიური ცხოვრების კვალი ფიქსირდება რა ამ ტერიტორიაზე არ არის დაკარებული წერაქვი არქეოლოგების მიერ ქალაქი გამოდის რომ აი თბილის მცხეთას აკავშირებდა ჰერეთთან და კახეთთან და ეს ქედი იყო ჰერეთისა და კახეთის გამყოფი მე-11 საუკუნის ძეგლი არის ქართლის ცხოვრება და იქ წერია რომ თარგამოსი როგორც არის ლეგენდარული ესე პირველი ჩვენი მთავარი წინაპარი და მას ყავდა შვილები ერთ-ერთი იყო ჰეროს რომელსაც უბოძა მიწები ხო გაანაწილა მცხეთოს მისა კახოს და ასე შემდეგ ჰაოს ქართლოს და ასე შემდეგ და ერთი ჰეროს და მას მისა და მისი ჰეროს ჰერეთი უბოძა და იქ არის აღწერილი რომ უბოძაო ალაზანის შესართავამდე ხო ახო ესე არის ქალაქი ტყეტბა რომელსაც ეწოდებაო გულგულაო და აქ დრამა გათამაშდა, როდესაც გიორგი ბრწყინვალე მოიწვია აქ დიდებულები, რომლებიც განდგომილები იყვნენ და მონღოლების მხარეს იყვნენ და მეფის მხარეს არ იყვნენო. გიორგი ბრწყინვალემ დაახოცინაო ეს განდგომილი მთელი თავადაზნაურობა, ვინც იყვნენ თავადები არ ერქვათ, მაშინ დიდებულები ერქვათ. წარმოიდგინეთ და შეიძლება მართლაც აი აქ მოხდა ეს დრამა და მართლა შეიძლება აქ მოხდა ეს, რა ვიცი, საშნელი სისხლის ყრა არბალთ. მაგრამ აი მაშინ წერს მემატიანე რომ აი ამ ნაბიჯმაო გააერთიანაო საქართველოს მას ჯერ კიდევ. აი ეს არის ქვედაციხე. ანუ ჩვენ უნდა შევიდეთ ახლა ჩავიდეთ ესე. ხო. და შევიდეთ ამ თავარი შესასვლელით ქვედაციხეზე. ოპა. ხილად უკან არ გადახვიდე, გადავარდები. გადავარდები. აქ არის ერთი საგუშაგო კოშკი. აი ესა ხო ერთი? ხო. კიდე ერთი საგუშაგო კოშკია. და ნახე რა მხელა. აი მთლიანად. აჰა. ვახო ის კარიბჭეა იქა? კი. კი. აი როგორ გიწება ყველაფერს როგორ მოდიოდა თაღი და აი ვახო რასაც მეუბნებოდი აი ჭიშკრის ჩასაკეტი ხო ურდული აი ეს არის 1 2 აი უყურე აი გაუყრდნენ დიდი ძელი გაეყრებოდა აქედან აი აი ამაში
ხოდოს ეს კარები ჩაკეტილი იყო. ამის შემოგრევა იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს კედელი არის აი სისქე თუ ხო? ეს კედელი არის? საქაშენება. მე მგონი იმაზე უფრო რთულია. იყო აბა, ამდას შვეული მაგა. ნახეთ. ეს არის ქალაქში, ქალაქის ქვედაციხეში, ანუ თავარ ქალაქში თავარი შესასვლელი წარმოიდგინე თავის ჩამკეტებით, თავისი კამარით, როგორი იყო, აი რაღაც ხადად ხედავ ყველაფერს და ეს შემოდიოდა და გაიშლებოდა უკვე შეთვალწინ უკვე ქალაქი როგორი იყო. ეს არის ეკლესია? აი ეს. ყველა ციხეს აქვს თავის ეკლესია. ეს ეკლესია, ეს უკვე გალავანია. აი აქ ეტყობა კიდევაც, კარგად. ქვედაციხე მთავრდებოდა აქ. ერთ-ერთში მეორებს უჯარმას. ერთ-ერთში. აი ეს არის, რა ვიცი, კლასიკა. ადრეული შუა საუკუნეების. ეს ადგილას შენდებოდა ციხეები და სიმაგრეები, იმიტომ რომ მტრისათვის აუღებელი ყოფილიყო. საფრთხო გარემო არ არსებობდა, ამიტომ ადამიანები ცდილობდნენ რაც შეიძლება მაღალმთაზე აეშენებინათ ციხე-სიმაგრეები, იმიტომ რომ ციხე-სიმაგრეები აკონტროლებდნენ სიტუაციას. ინფორმაციასაც კი სწრაფად იღებდნენ. დაინახავდნენ ტერიმოდის, აქ რო ცეცხლს აანთებდნენ, რამდენიმე ათეული კილომეტრზე მეორე კოშკი დაინახავდა. ეს იყო ყველაზე გამაგრებული ადგილი მთელ ქალაქში. მერე მე-9 საუკუნეებია, აი. აჰა, ბატონო, ამდენ საუკუნეს გაუძლო. ახეთსაც შეეხება ყველაზე დიდი ნგრევა რაც ჰქონდა, ეგ იყო შაჰ-აბასის პერიოდის ეპოქა, რამაც აი მთლიანად მთელი ქალაქები დასცა მართლა რა და. იმდენად იყო განადგურებული ქვეყანა, რომ სასახლე აღარ ჰქონდა, მეფესაც კი მოცნულ სახლში ცხოვრობდაო და ელჩები რო ჩამოვიდნენ მთელ კახეთშიო 30 ურემი ძლივს იშოვესო, რომ მათი ესკორტი გაეკეთებინათ რუსეთის ელჩებს. ესე იყო ქვეყანა განადგურებული. აი მე-11 საუკუნის ძეგლი რო გვეუბნება, აქ იყო ქალაქი ტყეტვა, რომელსაც აც ქვია გულგულა და ვახუშტიც მაგას გვეუბნება. აქედან 2-3 კილომეტრში პატარა სოფელი მაინც იყო დარჩენილი გულგულა, რომელიც აი მე-20 საუკუნეში გადავიდა უკვე თელავთან. ეს არის ჩვენი საქართველო, ეს არის ჩვენი ქვეყანა, რამდენჯერმე თქვია დღეს მართლა აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით, რომ ერთხელის გაწვენაზე შეიძლება საკუთარ ისტორიას სულ სხვანაირად შეხედო ადამიანმა. და ხელით შეეხო. და ხელით შეეხო საკუთარ ისტორიას. მართლაც. ასე რომ გაგრძელება იქნება. არის